გამარჯობათ. კი, მოგესალმებით. მე ახლა დოქტორ მაისაია, ყოფილი პოლიტპატიმარი, ამჟამად სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ერთი დამფუძნებელი, თამოგანაცის წარმომადგენელი და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ისევ მით უმეტეს აი ამ ახალი მთავრობის დაკომპლექტების პირობებში, სწორედ ერთგვარი მე ვიტყოდი მესიჯის გაჟღერება, რომ აუცილებელია სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესის განვითარება და შესაბამისად იმ პროცესების განვითარება, რომელიც საუბარია ძალოვან სტრუქტურებზე და განსაკუთრებით მთავარ პროკურატურაში რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა, როგორც ასე ვქვათ, მე ვთქვი, გახმაურებული თუ ასევე გაუხმაურებელი საქმეების სრულ ტრანსპარენტულობას, ბოლომდე და აბსოლუტურად ობიექტურად გამოძიებას და შესაბამისად დადგენას იმ ადამიანებს, რომლებიც ახორციელებდნენ სისტემურ დანაშაულებებს მთელი ამ ხნის განმავლობაში და შესაბამისად აი ამ კუთხით სამართლიანობის აღდგენის პროცესის სრულ განვითარებას. ეს საკითხი არის პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ამ შემთხვევაში სამოქალაქო იმ სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ყველა ის, მე ვიტყოდ სისასტიკე და დანაშაულება და მთელი სპექტრი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სრულად წარმოდგენილი სამწუხაროდ, ჩვენ უნდა გავამცხადოთ, რომ ჩვენ პრინციპულად ვიბრძოლებთ ანუ შესაბამისად აი ამ სტრატეგიის სრულად განხორციელებისათვის და ასევე გარკვეული წინადადება ინიციატივა, რომ შეიქმნას სამოქალაქო სექტორში, ესე იგი კოალიცია, სამოქალაქო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელიც გაუწევს საზოგადოებრივ კონტროლს ძალოვან სტრუქტურებში და მთავარ პროკურატურაში დაწყებულ რეფორმებს და შესაბამისად ჩვენ მზად ვართ სრულ დახმარება გაუწიოთ ახალ დანიშნულ მთავარ პროკურორს ბატონ ფარცხალაძეს და იმედია, რომ ის არის ის პიროვნება, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ასე თუ ისე მე და დაწყებულ წინა ასე ვქვათ ხელისუფლების დაწყებულ ანუ წინა პროკურორის მთავარ პროკურორის პირობებში და პირობა ავიღოთ ეს ვთქვათ კოაპიტაციის პირობებში მეტაკლებად ასე ვთქვათ სამართლის აღდგენის პროცესის განვითარების ბოლომდე მიიყვანს და შესაბამისად ასე ვთქვათ ჩვენ სრულ დახმარებას და სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ტრანსპარენტულობა, საჯაროობა, ობიექტური ასე ვთქვათ პირობების შექმნა იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ღირებულები ამ დანაშაულებებში, ხილეუქიან დანაშაულებებში, იყვნენ ბოლომდე დასჯილი და შესაბამისად სამართალმა იზეიმოს. ეს არის ძირითადი მიმართულება და ანუ მე ჩემს მეგობარს ლევონს მინდა რომ გადავცე სიტყვა. მოდი მე ჩამოვიწევდე. ესე? დღის წესრიგში დადგა მთავარი პროკურატურის როგორც სტრუქტურის რეფორმირების საკითხი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაუყოვნებლივ არის აუცილებელი სამოქალაქო სექტორის აქტივობა იმისათვის, რომ პროკურატურაში რეფორმები დაიწყოს და განხორციელდეს. აქ პირველი და მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ძველი საქმეების პროკურორების საკითხი. მე არ მაქვს საუბარი სასამართლოზე წარმდგენ პროკურორებზე, მე მაქვს საუბარი და ჩვენ საუბრობთ იმ პროკურორებზე, რომლებიც რეალურად საქმეებს განაგებდნენ. ეს არის რამოდენიმე დაახლოებით 5-მდე პირი, რომლებიც პროკურატურაში იჯდნენ და თავად აწარმოებდნენ საქმეებს და წარმომდგენი იყვნენ უკვე სხვა რიგითი პროკურორები. აქ არსებობს სამი სახის პრობლემა. ერთი, რამდენად აქვთ ამ დაახლოებით 5-მდე პროკურორს იმის მორალური უფლება, რომ მათ ისევ აწარმოონ საქმეების განხილვა და წარადგინონ სასამართლოში სხვა ახალი საქმეები იმ დანაშაულებებზე, რომელიც შეიძლება დღეს ხვალ ან ზეგ მოხდეს, ან გუშინ მოხდა. მეორე პრობლემა არის ის, რომ 20.000-მდე საჩივარი არის შესული პროკურატურაში ზუსტად იმ საქმეებზე, რომელიც საქმეებიც ამ დაახლოებით 5 პროკურორმა უკვე განიხილა და წარადგინა სასამართლოში. შესაბამისად, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ ადამიანებმა უკვე ერთხელ ძალიან არასწორი გზით წარდგენილი საქმეები ხელმეორედ შეისწავლონ და ხელმეორედ შესწავლისას უკვე სწორი მიმართულება მისცენ. ამის ალბათობა არის დაახლოებით 0. და მესამე მთავარი პრობლემა, ნამდვილად დიდი ალბათობა იმისა, რომ პროკურატურაში ან სხვა რომელიმე პოლიციურ უწყებაში მოსულმა რომელიმე თქვა არა კეთილსინდისერმა პირმა შესაძლებელია და სრულიად რეალურია და მე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესე ხდებოდა კიდეც ზუსტად ამ პროკურორებს ისე მიწისქვეშეთში როგორც წინა ხელისუფლების დროს ასე ვთქვათ გაურჩიოს საქმე
რომ მათი საზოგადოება საუბრობს და საზოგადოება ითხოვს მათ დასჯას და შესაბამისად მათი უსაფრთხოებიდანვე გამომდინარე ისევ ამ პროკურორებს აიძულონ ისევ არასწორად და არაკეთილსინდისიერად საქმეების წარმოება. ანუ თუ კი ერთხელ ეს პროკურორები მოექცნენ ხელისუფლების ზეწოლის გავლენის ქვეშ, რა გარანტია გვაქვს ჩვენ, რომ არ იარსებებს ესეთი ზეწოლა და რა გარანტია გვაქვს, რომ არ იარსებებს ისევ ესეთი ნება. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, როგორც ჩვენ ხედავდით, გარანტი იმ დადებითი პოლიტიკური ნებისა, რა თქმა უნდა, კი ბატონო ჯერჯერობით წიანსა, რა თქმა უნდა, ნეგატიურ შეფასებებს არ გავაკეთებდა, რა თქმა უნდა, ეხა გარანტებს გვევლინება ირაკლი ღარიბაშვილი, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, თუმცა ჩვენ ვერანაირად ვერ გვექნება იმის გარანტია, რომ თვითონ პროკურატურის სისტემაში მომუშავე მაღალ ჩინოსნებს არ წაუწდებათ ხელი და ისევ არ შეკერავენ, თუნდაც ერთ საქმეს მაინც იგივე პრინციპით, როგორც ეს იკერებოდა წინა ხელისუფლების დროს, ისევ ამ პროკურორების დახმარებით. შესაბამისად, ამ სამი პრობლემიდან არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი. უნდა განხორციელდეს პროკურატურის რეფორმა. ჩვენ არ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ადამიანი უნდა იყოს დაკავებული ან დასჯილი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ძალიან პოპულისტური განცხადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სულ მცირე ეს რამოდენიმე ადამიანი უნდა იყოს გათავისუფლებული ან დაკავებული თანამდებობიდან, ან გადაიყვანოს სულ სხვა სფეროში და მოაცილონ პროკურატურას, იმისათვის რომ არ გქონდეთ წვდომა ისევ თუნდაც თავიანთ საქმეებთან. ამ ინიციატივით ჩვენ დღეს გამოდივართ თქვენი მეშვეობით, პრაიმ ტაიმის და პირველი არხის მეშვეობით, რა თქმა უნდა, საჯაროდ პირველად ეხლა გავაკეთეთ განცხადება, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და კონსულტაცია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სულმალოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არასამთავრობო თქვენთვის ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთდება მრგვალი მაგი და სადაც ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. რაზეც ვახტანგ მაისაია საუბრობდა ეხლა. და შესაბამისად ჩვენ ვართ ძალიან ღია პროკურატურასთან, რომ განხორციელდეს ეს რეფორმა და ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნება პროკურატურისთვის სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები. ჩვენ მზად ვართ, რომ შევხვდეთ პროკურორს, ახლა დანიშნულ მთავარ პროკურორს ამ საკითხებით და გამოვხილოთ მასთან ერთად და მოვისმინოთ პასუხები. შეიძლება ვთქვათ, დავუშვათ თუნდაც 10% ან თუნდაც 30%, რომ ჩვენ ვწდებით და არასწორად უყურებთ საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ის, რომ ის 20,000-მდე საჩივარი, რაც შესულია პროკურატურაში, არ მოხდეს ძველი პროკურორების ხელში და შეიქმნას ალტერნატიული სპეციალური корпуსი პროკურორების მიერ დაკომპლექტებული, რომლებიც შეისწავლიან ამ ძველ საქმეებს. რაც შეეხება გვარებს, ეს გვარები პრინციპში ზოგადად საჯაროა და წლების განმავლობაში საჯაროვდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს რო არ იყოს რაღაც პოპულისტური ან და რაღაც ზეწოლიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადება, მე დავასახელებ ასე ვთქვათ ეპიზოდებს, რომელი ეპიზოდების პროკურორებზე მაქვს საუბარი. ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი არის 26 მაისი. 26 მაისის პროკურორები არიან ცალსახად ჩვენ პირველ რიგში აქცენტს ვაკეთებთ 26 მაისის ეპიზოდის პროკურორებზე, რომლებმაც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცეს ათობით ადამიანი და ყველა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველანი თანხმდებიან, რომ 26 მაისი იყო ძალიან დიდი შეცდომა წინა ხელისუფლების მიერ. და წინა ხელისუფლებამ დაუშვა არაერთი შეცდომა, როგორც დარბევის დროს, ასევე ამ ადამიანების გასამართლებისას. ზუსტად ამ ეპიზოდის წარმართველ პროკურორებზე მაქვს საუბარი. ამასთან ერთად იგივე პროკურორები მონაწილეობდნენ 2009 წელს ეგრეთ წოდებული ფურცელაძის ქუჩის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ადამიანები იქნენ დაკავებულები. ასევე 2009 წელს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე, ალბათ გახსოვთ, სადაც შეხლა-შემოხლა მოხდა და შემდეგ ახალგაზრდები დააკავეს. ზუსტად ეს პროკურორები იყვნენ ამ საქმეებში ჩართულები. ამას ემატება იგივე ვახტანგ მაისაიას პროკურორი, რომელთან მიმართებაშიც სისხლის სამართლის საქმე არც კი აღძრულა სრულყოფილად, იმიტომ რომ ვახტანგ მაისაია არ არის დაკითხული როგორც დაზარალებული, იმიტომ რომ ის იქნა ნაცემი ციხეში და ერთ-ერთი პროკურორი, საქმის წარმართველი პროკურორი იყო ამ პროცესების ხელის შემშლელი თავის დროზე და სამწუხაროდ დღემდე გრძელდება ხელის შეშლა, როდესაც ვახტანგ მაისაია იჯდა და საჭილს იხდიდა გლდანის მერვე დაწესებულებაში, მაშინ მას გაუსწორდნენ ფიზიკურად და მისი საქმისვე წარმართულმა პროკურორმა მაშინ ხელი შეუშალა ამ პროცესებს და
იმის მიუხედავად რომ არსებობს ვახტანგ მაისაიაზე არაერთი ფოტომასალა და ექსპერტიზის დასკვნა რომ ის იყო ნაცემი დღემდე არ არის საქმე დაძრული. ანუ ეს ადამიანები დღემდე სისტემაში რჩებიან, ეს 4-5 ადამიანზე განმეორდები მაქვს საუბარი, რომლებიც ისევ ხელს უშლიან დღემდე ძალიან ბევრი ძველი ეპიზოდის რეალურად გამოძიებას. კი ბატონო, მე გავამახვილებ ერთ-ერთ მექანიზმზე, რომელიც ალბათ ყველაზე მისაღები იქნება და საპრობირებულია დასავლეთის სახელმწიფოებში. საუბარია, რომ ალბათ თავი პროკურატურასთან შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ექსპერტები, სპეციალისტები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით, რომლებიც გაუწევს მონიტორინგს თავი პროკურატურის საქმიანობაზე. ბუნებრივია ეს მექანიზმი შეიძლება არ იყოს სრულყოფილი და გარკვეულწილად ეს მექანიზმი მოქმედებს იტალიაში, მაგალითად სიტყვა ეს როცა იყო საუბარი გეწობა მაფიის გახმაურების საქმეთან დაკავშირებით, ის ამოქმედებული იყო. ასევე გარკვეულწილად შეიძლება ეს მექანიზმი აუმოქმედოს და ეს იყოს გარკვეულწილად მე ვიტყოდი, აი გარდამავალი პერიოდისათვის ბუნებრივია ახლა მონიტორინგის გახორციელება ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებზე ერთობ მე ვიტყოდი რთული საქმეა, მაგრამ გარდამავალ პერიოდისათვის რომ ჩვენ ვიყოფებით გარდამავალი პერიოდში, ანუ ერთი ესე ვთქვათ მე ვიტყოდი სახელმწიფო სტრუქტურების სისტემიდან მეორე სისტემაში გადასვლის პერიოდში ეს აუცილებელია და ეს უნდა გაკეთდეს უმოკლეს პერიოდში. შესაბამისად, ალბათ საინტერესოა რომ სწორედ შევიდეთ ინიციატივა რომ დობის ჯგუფს უნდა გაეზრდოს გარკვეულწილად ასე ვთქვათ ის ფუნქციები, რომ შესაბამისად მანაც განახორციელოს უშუალო კონტროლი უკვე როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი, პარლამენტის სპეციალური პოლიტიკური ინსტიტუტის კუთხით და ისიც ჩაერთოს ძალოვან სტრუქტურების განსაკუთრებით თავარ პროკურატურაზე წარმოებული საქმიანობის უფრო ღია წარმოჩენისათვის. ეს მეორე მექანიზმი ეს გარკვეულწილად და მესამე მექანიზმი ბუნებრივია, უნდა აბსოლუტურად ასე ვთქვათ შეიცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა ადრე, თუნდაც ასე ვთქვათ PR საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართებაში. ანუ შესაბამისად მთავარი პროკურატურა და ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები უნდა გახდნენ ტრანსპარენტულები და საჯარო. და რეგულარულად დაუშვათ სიტყვა ეს ვთქვათ საინფორმაციო მასმედიის საშუალებებთან უნდა მოხდეს ინტენსიური დიალოგი უნდა წარმოთოს სხვა არასამთავრობო და იგივე სხვა მე ვიტყოდი აკადემიური თუ სამეცნიერო კვლევითი სტრუქტურის წარმომადგენლებთან, რათა შესაბამისად ერთული ძალებით მოხდეს ამ სისტემის გარღვევა. მე მინდა აღვნიშნო ერთ მომენტში, რომ ძალოვანი სტრუქტურები დღეს არის ძალიან დახურული სფერო. მე შეიძლება მოვიყვანო შინაგან სამინისტროს ელოდებული უსაფრთხოების სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორი, საუბარია კონდაზორის დეპარტამენტზე, რომელიც ძალიან დახურული სტრუქტურაა და ის ფაქტიურად დღეს წარმოადგენს იგივე სტრუქტურას, როგორც იყო თავისუფლების სტალინის პერიოდში, შეგეძლო სმერშის სამხედრო კონდაზორის სტრუქტურა, რომელიც ფაქტიურად ყველაფერს აკონტროლებდა, ყველგან ისინი არიან და ყველა ის მე მგონი გახმოვანო საქმე დაწყებული ხვედელიძის ეგვიწევებული საქმე დაწყებული და დამთავრებული ყველა ან უკვე პოსტ ასე მე ვიტყოდი საპარლამენტო არჩევნებში გახმოვანო საქმე უკავშირდება კონდაზორის დეპარტამენტის საქმე. მათ შორის იგივე მინარეთის ევროპულ ინციდენტს, რომელიც ასევე ჩვენ მივყავთ კონდაზორის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. დღეს კონდაზორის დეპარტამენტის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული ძველი სისტემის წარმომადგენლებით. მე შემიძლია კონკრეტული გვარების დაკისახება ბუნებრივია, რომელიც დოკუმენტურად არის გადადასტურებული. ეს არის ლადო დათაშვილი, ვილმე ოთარ ორჯონიკიძე და ვალერი ზუმბაძე. ესი ჯალათები არიან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ფალსიფიკატორები, გახმაურებული წოდებული ჯაშუშურის საქმიანობების და საქმეებისა. უშუალოდ იყვნენ დაუშვათ ფალსიფიკატორები, იგივე სიმონ კილაძის, ბაგურ კიღურაძის, ფოტორეპორტიორების, თქვენი კოლეგების, რომელიც ალბათ მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტი. ასევე სავარაუდოდ მე ვამბობ, რომ ისინი ისევე იყვნენ უშუალოდ ჩართულები სერგო თეთრაძის სკოლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს საკმაოდ სერგო თეთრაძე იყო სპეცსამსახურების თანამშრომელი და მას შესაბამისად აი ეს საქმე ბოლომდე უნდა იყოს მიძიებული და იქ ბევრ რაღაცა ნიუანსები გამჟღავნდება. რა თქმა უნდა, ახლა თქვენ მორჩოლის ასე ვთქვათ საქმემართო ეს ადამიანებიც იყვნენ ჩართულები, ეს ამაზე 2000 არსებობს და მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანები დაკავშირებული იყვნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ისი მე ასე ვთქვათ მე ვიტყოდი, შეიძლება პირდაპირ მტკიცებული არ მაქვს, მაგრამ გარკვეულწილად ეჭვის გონურული ეჭვის საფუძველზე მე შემიძლია ეს ფაქტი გავამაცხადო და კიდე მოვითხო, რომ აბსოლუტურად ყველა საქმე, რომელიც ეხება ჯაშუშურ ეგრეთწოდებულ საქმეზე, რომელიც არის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე, მოეხსნას გრიპით საიდუმლო. ეს არის პრინციპული საკითხი. გრიპით საიდუმლოს მოხსნას ვიცხოვ ჩემ საქმეზე, სიმონ კილაძე ფოტორეპორტიორებზე და ყველა სხვა საქმეზე, რომ შემდგომში ინსინუაციები აღარ იყოს შემდგომი, რომ დაუშვათ რაც ბოლო პერიოდში იყო გახმაურებული თუნდაც დღევანდელი მართველი კოალიციის ზოგიერთი მაღალი წარმომადგენლის მიერ, რომელიც ჯერაც კიდევ ასე ვთქვათ გარკვეულწილად ეჭვისვალით უყურებენ ეგრეთწოდებულ შეკერილ საქმეებს და მე მინდა უპირატესად მოვითხოვო. ბატონებო, გახსენით, მოხსენით გრიპით საიდუმლო, მოხსენით და თქვენ ნახავთ რა დონის მე ვიტყოდი საქმეები შეიძლება კიდევ უფრო გაიხსნას და კიდევ უფრო გახდეს მე მგონი უფრო მეტად აქტუალური სხვა საკითხები წამოვა, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების უშუალო ჩართულობას ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. დიახ.
იცით რა, მე ამ შემთხვევაში ჩემთვის მე მიჭირს ახლა ელემენტარულად ამის როგორც ჩანს საუბარია კადრების ასე ვთქვათ დეფიციტის მომენტზე, რომ ისინი მიაჩნიათ, რომ ეს კადრები საკმაოდ იმდენად ასე ვთქვათ მაღალ კვალიფიცირებული კადრები არიან ისე ბოდიში და თავს წარმოაჩენენ ამ სტრუქტურებში, რომ როგორც ჩანს მათ მიქით როგორც ჩანს სრული ქაოსი და ანარქია დაიწყება. როგორც ალბათ ეს არის საუბარი კადრების სრული დეფიციტი, რომელიც არსებობს ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეროვნული უშიშროების სისტემაში და შესაბამისად ალბათ ეს არის განპირობებული და მე მინდა თქვა რომ არ შეიძლება მარტო ცალკარში თამაში და მარტო ამ ადამიანების დაყნობით, ამ ადამიანების მონაჩვენების დაყნობით გაკეთდეს საკმაოდ მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები. ალბათ საჭიროა მეორე მხარესაც მოусმინოს გარკვეულწილად მაღალ წარმომადგენლებმა შესაბამისად გაერკვეს რეალური სიმართლე. მე მგონი ეს არის ლოგიკური, ეს არის აბსოლუტურად მე მგონი მართებული. და მე შესაბამისად არ ვიცი ხა რითია განპირობებული, იმიტომ რომ ეს ადამიანები იყვნენ ძველი სისტემის უშუალოდ შემქმნელები და უშუალოდ შემსრულებლები იმ მithumeda საქმეები ეხება სახელმწიფოებრივ დანაშაულს. სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების პრესტიჟი ეხება ჩვენი ქვეყნის. და მე მიკვირს რომ დღეს ეს თქვა ეს ადამიანები ჯერაც კიდევ არიან ასე ვთქვათ მე ვიტყოდი თანამდებობის პირებზე კი უფრო მეტის გეტყვით ისინი ადამიანები დააწინაურეს, მაგალითად ჩვენი ეს ვთქვათ გამომძებელი ეს ვთქვათ მე ვიტყოდი ჯავშების ვინმე ვალერი ზუმბაძე რომელიც იყო ჩვეულებრივი გამომძებელი და უშუალოდ იყო შემთითხავი ამ საქმეები დღეს არის საგამოძიებო სამსახურის უფროსი და მე მგონი ასე ვთქვათ ძალიან მე ვიტყოდი მე ვიდეოდ ვეჭვობ რომ ამ ადამიანმა რაიმე ტიპის თუნდაც გახმოვანებელ საქმე გამოიძიოს ისე ობიექტურად როგორც მან ობიექტურად გამოიძია წინა რეჟიმის პერიოდში არსებული საქმეები. მადლობთ. და ჟურნალისტებისთვის უბრალოდ